ეს შვეიცარიელი ფერმწერისა და გრაფიკოსის ჟან ეტიენ ლიოტარის ნამუშევარია, რომელიც მხატვარმა დაახლოებით 1740-იანი წლების პირველ ნახევარში შექმნა. როგორც ხედავთ, ლიოტარის მიერ გამოსახულ გოგონას ხელში ლანგარი უჭირავს. ლანგარზე ვხედავთ ფაიფურის ფინჯანს, ლამბაქსა და წყლით სავსე ჭიქას. არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ გამოსახა მხატვარმა. არსებობს რამდენიმე ვერსია. პირველი ვერსიის თანახმად, ავსტრიელი არისტოკრატი, თავადი დიტრიხშტეინი ვენაში არსებულ ერთ-ერთ ყავის სახლს, ყავახანას ესტუმრა, შოკოლადის ახალი სასმლის დასაგემოვნებლად. გოგონა, რომელიც მას ემსახურებოდა, გაღარიბებული თავადის, მელქიორ ბალტაუფის ქალიშვილი, ანა ბალტაუფი აღმოჩნდა. ახალგაზრდა გოგონა ერთი ნახვით შეყვარებია დიტრიხშტეინს. ოჯახის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, დიტრიხშტეინმა ანა ცოლად შეირთო. ახალდაქორწინებულ დიტრიხშტეინს სურდა მეუღლისთვის ისეთი საჩუქარი გაეკეთებინა, რომელიც მას პირველ შეხვედრას, მათი გაცნობის დღეს გაახსენებდა. საბოლოოდ ამ ნამუშევრის შესაქმნელად დიტრიხშტეინმა ჟან ეტიენ ლიოტარს მიმართა. მეორე ვერსიის თანახმად, სურათზე გამოსახული გოგონა ვენაში სახელგანთქმული ბანკირის შვილი, შარლოტა ბალტაუფია. კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, ჟან ეტიენ ლიოტარი ამ ნამუშევარს შეკვეთით სულაც არ ქმნის. გოგონა, რომელსაც ლიოტარი გამოსახავს, მარია ტერეზა, შემდგომში ჯოზეფ ვენცელ პირველ ფონ ლიხტენშტეინის მეუღლე გახლდათ. ვენიდან ვენეციაში ჩასულმა ლიოტარმა ნამუშევარი გრაფ ფრანჩესკო ალგაროტის მიჰყიდა. 1765 წლისთვის ნამუშევარი დრეზდენის გალერეაში ინახებოდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ის კიონიგშტაინის ციხესიმაგრეში გადაიტანეს.